ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამების გამჭირვალობას ითხოვენ. როგორც ცხოველთა დამცველები ამბობენ, 2025 წლიდან მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას გაუჩინარებული ცხოველების შესახებ და ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში მონიტორინგის სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას ცხოველების გადაყვანისა და დაბრუნების ზუსტი ადგილების შესახებ. შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმონ, სად გადაიყვანეს ცხოველები და დაბრუნდნენ თუ არა ისინი კანონითა და პროგრამის პირობებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე. მათ შორის არიან ხშირად სტერილიზებული და ვაქცინირებული ცხოველებით, რომლებსაც მოქალაქეები საკუთარი სახსრებით უვლიან. შესაბამისად, ეს არის სტრესი როგორც მოქალაქისთვის და მიმკედებლისთვის, ასევე ხშირ შემთხვევაში ცხოველებისთვისაც მძიმე შედეგებით სრულდება. სახელმწიფო სტერილიზაციის პროგრამის სახელით ათასობით ცხოველის ბედს გაუმჭვირვალედ მართავს. მოქალაქეები საკუთარ მიკედლებულ ცხოველებს ვერ პოულობენ, დღემდე არ არსებობს ერთიანი ბაზა, ხოლო მილიონობით ლარის ტენდერები საეჭვო გამოცდილების მქონე პირებზე და კომპანიებზე გაიცემა. იუსახფარის ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამას დღეს ქართული ოცნება არ ახორციელებს. შესაბამისად, არ დაუთვლია წინასწარ ცხოველები, არ შეჰყავს უკვე გასტერილებული ცხოველები საერთო ბაზაში, შესაბამისად არ ვიცით მათი გასტერილების თარიღი, აცრის თარიღი, მიმკედლებელზე ინფორმაცია და მათი დაბრუნების ლოკაცია. აუცილებელია უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა, გამრავლების წესების განვითარებული ქვეყნების სტანდარტით შემუშავება და მათი დაცვის მკაცრი კონტროლი. ეს არის პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მხარე, როცა ასობით ადამიანი თავის მიკედლებულ ცხოველებს დღემდე ეძებს და ვერ პოულობს მათ. ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორი და მათთვის ისეთი ემოციური სტრესი მიყენება, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვებათ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წლების განმავლობაში ზრუნავთ არსებაზე, ცოცხალ არსებაზე, მათზე ხარჯავთ თქვენ ფინანსურ, ემოციურ, დროით რესურსს და დღეს კი მოდის სახელმწიფო სამსახური, იპარავს თქვენ ცხოველს და უკან არ აბრუნებს. ხშირ შემთხვევაში იძახიან, რომ თავად არ წაუყვანეთ ეს ცხოველი, ან თუ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მათ წაიყვანეს, საერთოდ ნოლი მიკვლევადობა არის ეს. 2026 წლის აპრილში აქტივისტების მიერ განხორციელებულ ვიდეოებს მოყვა საპროტესტო ტალღა და მთავრობამ იგრძნო მოსახლეობის უკმაყოფილება. თითქოს უკან დაიხიეს, რაღაცა მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილეს ძალიან დროებით და გამოსცეს თავდაპირველი 412 განკარგულების ცვლილების ბრძანება, რომლის მიხედვითაც ცხოველი უნდა დაბრუნდეს აყვანის ადგილას და უკვე სტერილიზებული ცხოველი უნდა აიცრას ადგილზე. თუმცა ეს ასე არ ხდება და დღემდე არ გვაქვს ამის ფაქტები. როგორც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ ცხოველები წაიყვანოს სტერილიზაციისთვის, მეორე ნაწილს კი ეს თავად არ უნდა. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია აამაღლოს ცნობიერება ამ საკითხზე და ხელმისაწვდომი გახადოს ის მოსახლეობისთვის.